ამბობენ, რომ სწავლა არასდროსაა გვიან, თუმცა ამ კედლებში ამ ფრაზას სულ სხვა ძალა აქვს. ეს 60+ კლუბია, ადგილი, სადაც ყოველი დღე ახალი თავგადასავალია. დილა ვარჯიშით, ფუნჯების შრიალითა და ახლად გამომცხვარი ნამცხრების სურნელით იწყება. გაგებული მქონდა ჯერ კიდევ ქუთაისში რომ გაიხსნა 60+ და როცა უკვე რუსთავშიც გამოჩნდა, ძალიან დავინტერესდი და ძალიან სიხარულით მოვედი აქ. ძალიან დავმეგობრდით ქალბატონები, ერთმანეთს უზიარებთ ჩვენ ცხოვრების გაკვეთილებს, ინგლისური ენის შესწავლა, ეს არტხელოვნება, ძალიან რელაქსური იყო ჩვენთვის, ძალიან ვერთობოდით და ძალიან ვარ შეყვარებული ამ ადგილზე. მეორე ოჯახი გახდა ჩემთვის. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ასაკში შესვლისას ცხოვრება მრავალფეროვნებას კარგავს, თუმცა 60+ კლუბში ასე არ ფიქრობენ. ზოგიერთმა წევრმა პირველად სწორედ აქ დაიჭირა ფუნჯი ხელში, ზოგმა იოგას ვარჯიში დაიწყო, ნაწილი კი ახალ უცხო ენას სწავლობს. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებასთან ერთად საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაა. გურული ქალი მოვხდი რუსთავში. ჩემი ცხოვრება დაიწყო, რა თქმა უნდა, წინთან ერთად. პირველი შემოსვლა ჩემი ბიბლიოთეკაში იყო დიდი სიხარული. ამ სიხარულს დღესაც გამვიცდი. დავიცანი მეგობრები, რომელთან დავახლოვდი, აქ ხშირად არის შეკრებები სხვადასხვა თემებზე. ახლოს ვართ ხანში შესრულებიც, ახალგაზრდებიც და ერთი შეკრული კოლექტივი ვართ. გვაქვს სხვადასხვა შეხვედრები, წიგნის გარჩევა, წიგნის წაკითხვა და ამავე დროს პარალელურად ინგლისური შესწავლა გვაქვს. ამ დროს კიდევ შრომის გაკვეთილები გვაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. თავისი მასწავლებლებით მოხარული ვარ, აქ რომ დავდივარ და ვიხანგრძლივ ჩემი ცხოვრების გასავლელ წლებს. კლუბის მთავარი ხიბლი თაობათა შორის გაბმული უხილავი ხიდია. 60+ კლუბის წევრები და ახალგაზრდები ცოდნასა და ემოციებს ერთმანეთში ცვლიან. ეს კი ორმხრივი გაკვეთილია. უფროსები ტექნოლოგიებსა და ენებს სწავლობენ, ახალგაზრდები კი ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და შეუპოვრობას. რუსთავის 60+ კლუბი არის სივრცე, სადაც როგორც 60+ ადამიანებს, ასევე 60- ადამიანებს შეუძლიათ მოსვლა და შეგვიძლია რომ ერთად გავაუმჯობესოთ ურთიერთობები, რომლებიც არის თაობათა შორის. აქ ყველას აქვს საშუალება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი და ინიციატივები, რათა ხელი შეეწყოს ადამიანების ჯანსაღ და აქტიურ დაბერებას. უახლოესი კვლევებიც გვიჩვენებს იმას, რომ როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება მიიღონ მათთვის მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობა, საგრძნობლად იზრდება მათი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობა. შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სიმღერა. 60+ კლუბი გვახსენებს მთავარს, ცხოვრება სავსეა ფერებით, ახალი სიტყვებითა და გემოებით. როცა გარშემო მეგობრები და საყვარელი საქმე გაქვს, ყოველი მომდევნო წელი ახალი შესაძლებლობაა. იყო ის, ვინც ყოველთვის გინდოდა რომ ყოფილიყავი.